მოდი არა. დარწმუნებული ხარ? ილია, აქ ხარ? გოგო, რა საკეთებ გადაირიე? აუ, ძალიან მეცნება მაგარი გასართობი მომეცი. გაგართობ მე შენ. აი რა, შეიძლება საერთოდ არ ახსოვს და გადაობაში გაატარა შენი ნათქვამი მეც მიყვარხარ. თან გამოუძინებელი იყავი და მიხვდებოდა რომ წამოგცდა და ვსო. აუ, გადაობაში გატარებული რა შველის რომ მიღადაოს მერე? ზედმეტნერულობ ჩემი აზრით, ან რამდენი ხანი უნდა ემალო? დღეს და ვსო, ხვალიდან არ დაგდაგები იწყება, ხო არ დაგავიწყდა? რა დამაუწყდა, მთელი ზაფხული დავგეგმე უკვე. ვაი, მე დაგვინახა. ვინ დაგვინახა? გვერდით გაიხედა, ოღონდ ისე რომ არ შეიმჩნიო. გოგო, არ შეიმჩნიო თქვა ეგ არის? რა შევ ხო? კარგად, შენ როგორ ხარ? მეც კარგად. სუდად ვარ მე მგონი გავცივდი, წამალს ვიყიდი. როდის გაცივდი? ამ წამს მარიამ რა იყო მეკრძალება გაციება? არა. რაო, თუ გინდა მე მოგიტან წამოს, მაინც გაციებული არ გახვიდე გარეთ. არა, იყოს ჩემი აფთიაქის ბარათით უნდა გავატარო და მოკლედ მე ვიყიდი. გავყვები მეც თორე რა უწყდება ბარათის კოდი ხოლმე. აკესიძე. ისე სადაპირებს დასვენებას. მე ალბათ აგარ გზიწევალი ჯერ. მე ჯერ აგარაკზე წავალ, მერე ზღვაზე, მერე კიდე აგარაკზე და მერე არ ვიცი. მე ბანაკში მივდივარ და ძალიან მიხარია. ბანაკი კარგია, მაგრამ მე ბევრი წიგნი მაქვს წასაკითხი. საერთოდ, ბევრი წიგნის წაკითხვა არ დადეგებზე კარგია. აი რა წიგნები. ელაპარაკეთ ნიკოს? მე არა. შენ? კი, მაგრამ ისე უხასიათოდ იყო, არაფერზე ლაპარაკი არ უნდა. დამნაშავეები ეგრე არ იქცევიან ხოლმე. ხო, მეც ეჭვი მეპარება ნიკოსთან ლაპარაკებში. მან რაღაც სხვა შინაარსი იყო. დღეს იქნება? რავი, არ ვიცი. დედას ველაპარაკე და სახში დავრჩები ეს დღეებიო. აგე, გოგოების მოვიდნენ. რა შვებით? მივედ. ნიკოზე ვლაპარაკობთ. ელაპარაკეთ. მე ველაპარაკე და მგონია რომ რაღაც არაა დამნაშავე და ვიღაცამ გაუჩალიჩა. როდის საუბრობთ? შესაძლებლებ დასვენებელ წასვლას. ჯერ გადამიწყვეტია. ამას რა შირს? გაცებული. რა შვებით? შენ? ნიაკოზე ვლაპარაკობ თუ ცნაური ამბავი გქონია. კი, მაგრამ სულ 2 წუთით დაგტოვი და რა უქენით ეს უცბად-პოდკასტს. ეს ემილია რა? მოგეხმარები. მადლობა, არ შეწუხდე. აი რა შოურები გინდათ საუბრის მოგახმარებ. კარგი რაღაცეება? ბოდიში არ მინდა გადმოვდოთ, წავედი. რა ხდება? პოდკასტზე რა ვქნათ? თერეფანში მაგის გამო დამბარე? ჰა. მე რა? თუ ილიას ემალები. არავის არ ვამალები. ილია! გოგო, მოგკლავ. არავის არ ემალები ხო? არა თქო. და ნიაკოზე რა ვქნათ? არ ვიცი, ძალიან უცნაურია ნიაკო, ნახდათ არა ეგეთი გოგო. ეგ ჩანაწერები ძალიან მეუცნაურება. მეც ეგრე ვფიქრობ.
ლაზარემ დღეს არ იქნებაო, სახში თხოვა და არ წამოვიდა სკოლაშიო. თვითონაც განუცდის ალბათ. სახში ხომ არ მოვეკითხოთ? ყველამ? რავი, დაველაპარაკები ბიჭასაც თუ წამოვარენ. არა, ბიჭები არ გვინდა. ილიას წამოიყვანენ და მაგიტომ, ხო? ნუ მეკაიფები არ მეცინება. კაი, ვეტყვი მე ბიჭებს. ილიას გარდა და გაკვეთილების მერე სკოლის ეზოში დავსხდე და დაველაპარაკოთ რა შეიძლება გავაკეთოთ. კაი ზრია. ვა, ილია? აუ, მარიამ, კაი რა. წავედი მე ეზოში დაგელოდები. მიდი გაიქეც. სათხარ 10 წუთი უზიარ შტერივით. ხედავ უკვე. უი. არ ვიცი ზუსტად მე მგონი ილიასთან არის დაკავშირებული. რა გჭირ შენ? რაზე? საერთოდ დადიხარ რაღაც აქეთ-იქით. ვინმე ხომ არ ემალები? გონი ემილის ეწინა სკოლა არ დამთავრდა და მოწყენილია. სკოლის ბუფეტში ვალი აქვს და არ აბრუნებს. ანუ შტერობთ რა? მართლა მობეჩვალი, იმიტომ რომ მეც მაგ და დავუმალთ ხო? მე გადავები რა ვალი? არა, ისე ვიკითხე. პოდკასტზე რა უნდა ვქნათ? გონი ჯობია დავაპაუზოთ. თან ზაფხულის სარდაკები დაიწყო და ჩვენთვის აღარავის ეცრება. თუ პირიქით, უფრო მეტ დრო ექნებათ. ხო, ეგეც მართალია, მაგრამ ჯერ ნიაკოზე რა ვქნათ ეგ ამოსაფიქრებელი. სადმე რომ შევიტყოთ, სკამზე დავაბათ და მე დავკითხოთ? ხანდახან ცოტა მეშინია შენი იუმორის. ვერ ხვდები როდის ხუმრობ და როდის სერიოზულად ამბობ. მე და ემილი ვიფიქრეთ, რომ ნიაკოს გავაროთ და დაველაპარაკებით. თქვენ ორმა? ხო, აბა, ეს ვერ ხედავ რა ებსიზახის. დაზვერვის მეთოდი გამოვიყენოთო. ისე ჯობია შენ და ემილი ახვიდეთ. თქვენთან უფრო გაიხსნება და ჩვენც რო წამოვიდეთ, შეიძლება ამდე ხალხში არც დაგველაპარაკოს. ეგ რა სექსიზმია? მართალს ამბობს. მადლობა. შენზე არ მithქვა სულ დაჭიზე ვთქვი. კაი, ხუმრობ, ხვდები რომ თქვენთან უფრო მეგობრობს. რა გასაკვირია, ბიჭებიც ხო უფრო ახლოს ხართ ერთმანეთთან. კაი, უხერხულად არიან სენტიმენტალურ თემებზე, ნუ ავესაუბრებით. უხერხულად არა ის. კაი, მითხარი მაშინ ალექსანდრეს საყვარელი ფერი. ბორდოსფერი. ბორდოსფერი? რა ბორდოსფერი ბიჭო? მე რა ვიცი შენი საყვარელი ფერი. შენ იცი ჩემი? მწვანე. მწვანე არა ის კიდე. ლურჯი. აი, მე ნიაკოს დაურეკავ სანამ ესენი მეგობრობის დღეებს ავსებენ. აბა ჩემი რომელია? თეთრი. შავი. რა თეთრი და შავი. ვისი ძმაკაცები ხართ ვაფშე? აბა, წითელი რა აბა. ემილი? ხახაშო. ილია, როგორ ხარ ძმაო? მეც კარგად. გაგია რა გაციება? უი, ხო, წამალი დავლია და მიშველა. ხვდები მე ყველაფერს. რა ხვდები? ნიაკოზე მამა. ნიაკოზე ხო? არ მგონია ნიაკო ეგეთი გოგო იყოს. ალბათ რაღაცაშია საქმე. ხო, ეხა ურეკავდი. თან სახლისკენ გავდივარ მეჩქარება. კაი. აღარ გაგაჩერებ. პაკა. პაკა. ემილი. ხო. ვიცი რომ ეხლა ძალიან სტრესული პერიოდი გაქვს და იცოდე რომ თუ ჩემი დახმარება დაგჭირდება ან უბრალოდ დალაპარაკება ან საუბარი შეგიძლია ნებისმიერ დროს მომმართო. ვიცი რომ ხვალიდან ზაფხულის სარდაკები იწყება და ხშირად ვერ გახავთ ერთმანეთთან, მაგრამ გამიხარდება თუ გნახავთ. მადლობა. ეს სიყვარულია იმ მეგობრობის და საწყისი. ისამდე ძვირფასია და შეუფასებელი როგორც ოქროს ატმისი.
ჩემს მეგობარს, ავუხელ თვალს, გავუღებ კარს, ვაჩვენებ